ერთ ჩვენი მეგობარი, ძალიან კარგი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი, არაჩვეულებრივი მწვრთნელი და ნუ თვითონაც, ასე ვთქვათ, ქრისტიანი კაცი. და როდესაც დაინიშნა ერთ-ერთ გუნდში მწვრთნელად, შეატყო რომ ამ თამაშის წინ სათითაოდ ყველა ფეხბურთელი რაღაც თავის რიტუალს ასრულებს რა. ასე ვთქვათ, ლოცულობს რა. ნუ რა თქმა უნდა, ხა ქრისტიან კაცს გაუხარდება რა, თამაშის წინ რომ შენი ფეხბურთელი ლოცულობს, მაგაზე კაი რა არის ხო, ღმერთს თხოვს რომ ჯანმრთელობა, თამაში მომაგებინე რა, ნუ რა მეტი რა უნდა თხოვე ხა თამაშის წინ, ხო იმას ხო არ თქო. ტელეფონი არ გამორთო. არა, ტელეფონს არ თქო. რა იცი ვინდა გირე. ხო და მოკლედ 1-2 თამაში რომ ნახა რომ ეს ბიჭები მოკლედ ლოცულობენ, მე რა თქვა რომ ბიჭებო ხوار ჯობიო რომ ყველა ზურგით ასეთ როგორ არის ხო საკიდებელი ხო ყველა ბრუნდება და არ უნდა ხო ყველას დასანახავ და მობრუნდითო ყველამ დავიჭიროთო ესაო და ერთმა წავიკითხოთო და ყველამ ასე ვთქვათ ყველამ ერთად გავაკეთოთ. ნუ დათანხმდა ხა რა სიტყოდენ რა მაშინ არაფერი ცუდი არ. ერთ-ერთ ფეხბურთელს დაევალა ხმამაღლა წაკითხვა მამაო ჩვენოსი ნუ არაფერი არ არის რა. არ ვიცი ხა რა მოეწონა იმ ბიჭი, მაგრამ კარგად კითხულობს რა, ხო არის თქვა განმოცემის კარგი უნარი რაღაცა ტემბრი ხმა რაღაცა. გაგძელებს ეს მიდის თამაშები ჩვეულებრივად ლოცულობენ ბიჭები თამაშის წინ. ეს მამაო ჩვენოს კითხულობს. ნუ გავიდე 1, 2, 3 თვე, 4 თვე, 5 თვე რა. დავრდება უკვე სეზონი და თამაშის წინ ჩატარდეს ასევე იგივე რიტუალი და ამ ბიჭმა გაუყარა ადრიჩკი გიორგის და გაყავს გვერდზე რა და ნუ ვიფიქრეო რომ რაღაცას მეტყვისო და გიო ეუბნება ბიჭო მამაო ხო არა ვარო 1-5 წუთი მათამაშე